პავლე მოციქულის სიტყვები დღეს არაც აღმოვიკითხეთ, რომელთა მიმართ ეპისტოლეს მეხუთე თავია. რწმენით გამართლდით, ამაზე ბევრჯერ გამეკეთებია აქცენტი. რწმენით გამართლება ძალიან დიდ რამეს ნიშნავს. რწმენით მეპატია კი არა. იმისათვის რომ ადამიანმა ეს სიტყვები გაიგოს, შენ უნდა იცოდეს, რომ მას აქვს პრობლემა ღმერთთან ურთიერთობაში. არ აქვს მნიშვნელობა შენ რა ჩაგიდენია. შენ საბავშვო ბაღის მასწავლებელი იყავი თუ აბორტმახერი იყავი თუ ქილერი იყავი თუ ნარკობარონი იყავი თუ ვინსგინა არ აქვს მეძავი იყავი თუ არ აქვს მნიშვნელობა. არ აქვს მნიშვნელობა. ნახეთ რა საშინელი ცოდები ჩამოვთვალე და მე იქ საბავშვო ბაღის მასწავლებელი. ყველაზე უწყინარი პროფესია თითქოს. არ აქვს მნიშვნელობა, არ აქვს. შენ თუ ფიქრობ, რომ საპატიებელი და გასამართლებელი არაფერი გაქვს, შენ ამ სიტყვებს ვერ გაიგებ, აზრი არ აქვს ამის წაკითხვაში. შენ თუ თვლი, რომ იმის და მიუხედავად შენ როგორი ცხოვრების წესი გქონდა, იმის და მიუხედავად შენ საპატიებელიც აქ და გასამართლებელიც ახარ, გადასარჩენიც ხარ, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც საშინელებები გარეგნულად არ ჩაგიდენია, თუ ამას ვერ მიხვდები, რომ გადასარჩენი ხარ, შენი ადგილი აქ არ არის. აქ არის იმ ადამიანების ადგილი ეკლესიაში, ვინც ხედავენ რომ გადასარჩენი არიან და მხსნელი ჭირდებათ იესო მხსნელს ნიშნავს. ის ამბობს რომ მეცოდვა არ მაქვს ის ქრისტეს მატყუარად გამოაჩინებს როგორც იონე მოციქული ამბობს. ეს სიტყვები რწმენით გამართლით ეს ნიშნავს იმას რომ ეს რო გაიგო უნდა ხვდებოდე რომ საქმე ვერ გაქვს კარგად და საპატიებელი გაქვს. დამნაშავე სტატუსი გაქვს. ღმერთის წინაშე ჩვენ გვაქვს დამნაშავე სტატუსი. პავლე მოციქული გვანუგეშებს როცა ადამიანი ამას ხვდება და მხსნელს ანუ ქრისტეს ეძებს და ეშინია მარადისობის იმიტომ რომ იცის რომ თუ ეს დამნაშავე სტატუსი დარჩა ის დაიღუპება და ღმერთთან კომუნიკაცია არ ექნება, სხვა 64 კიდე არ არსებობს თუ არა ღმერთთან კომუნიკაცია და სხვა რწმენაც არ არის რწმენა თუ არა ღმერთთან კომუნიკაცია, როცა ეს აქვს, უცებ ეს სიტყვები რო ესმის, კი არ მაპატიებ, რწმენით მეპატიება კი არაო, არამედ გავმართლდებიო, ანუ უდანაშაულო ხდები ჩემი რწმენით. ნახე რწმენა რა არის? რწმენა არის ის, რომელიც უდანაშაულოს ხდის. ხო საოცრებაა ეს. ანუ რწმენა ღმერთის არსებობის გჯერა რა მე რა გჯერა. მაგრამ როცა რწმენა შენ უდანაშაულოს ხდის, ეს ნიშნავს რომ რწმენა ის კი არა ღმერთის არსებობის გჯერა, არამედ შენი ონტოლოგიური არსობრივი ცვლილება ხდება რწმენის საშუალებით. ყველაფერზე უპირატესია რწმენა. ყველაფერზე უპირატესი. ეს არის შემეცნების უნარი. ეს არის ძალა ღვთისა, რომელიც დაფარულის შესახებ ცოდნას გაძლევს. საოცარი ძალაა რწმენა.